Radha Madhava Jaya Kunja Bihari Jaya Radha Madhava Jaya Kunja Bihari Jaya Gopi Janavalabha Jaya Girivaradhari Jaya Gopi Janavalabha Jaya Girivaradhari Jaya Shodhanandana Jaya Mrajanaranjanam Jaya Yashodanandana Jaya Mrajanaranjana Jaya Yamuna Tiravanachari Jaya Kunja Vihari Jaya Kunja Vihari Jaya Yamuna Tiravanachari Jaya Kunja Vihari Jaya Kunja Vihari Jaya Radha Madhava Jaya Kunja Vihari Jaya Radha Madhava Jaya Kunja Bihari Hare Krishna 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 Hare 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 Rama 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 Hare 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 Krishna 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 Hare 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 Rama 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 Hare 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 Krishna 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 Hare 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 Rama 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 Hare 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 Krishna, 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 Hare Hare, Hare Rama, Rama Rama, Hare Hare. Hare Krishna, მოგესალმებით ყველას. Hare Krishna. Харе Кришна, приветствую вас всех. Харе Кришна. ჩავკითხულობთ იმათ ბჰაგავატამის მეფის სიმღერას, ვაგრძელებთ კითხვას. Мы продолжаем чтение 6-й песни Шримад Бхагаватам. და დღეს წავიკითხავთ მეათე თავის მეათე ლექს. И сегодня будем читать 10 стих из 10 главы. Ом намо бхагавате васудевая. Ом намо бхагавате васудевая. Ом намо бхагавате васудевая. Нараянам намаскритям нарам чайва наротамам девим сарасватим ясам тато джаямудирает. Nashta prayeshva padrishu nityam bhagavata sevaya bhagavati uttama shloke bhaktir bhavati naishtiki. Tecamit გავხსნი სანსკრიტზე, რადგან ქართულად არ არის სანსკრიტი მოცემული.
Сейчас, минуточку. Папу откроет санскритский текст, потому что в грузинском переводе нету санскритских стихов. Не записано, вернее. Ahodainya maho kashtam parakyai kshana bhangurai Yannopa kuryadasvardhair martyasva jnati vigrahai თარგმანი ამ ჩემს სხეულს, რომელიც სიკვდილის შემდეგ ძაღლებისა და ტურების ლუკმად უნდა იქცეს, სინამდვილეში არავითარი სიკეთე არ მოაქვს ჩემთვის, მარადიული სულისთვის. მისი არსებობა ფრიად ხანმოკლეა და შეიძლება ნებისმიერ წამს მოისპოს. ამიტომ თავად სხეული და ყველაფერი, რაც მასთან არის დაკავშირებული, საკუთრება, სიმდიდრე თუ ნათესავები, სხვებისთვის სასიკეთოდ უნდა იქნეს გამოყენებული. თუ არადა ისინი უბედურებისა და ტანჯვის წყაროდ იქცევიან. კომენტარი. Перевод. კარგით, წაიკითხეთ თარგმანში. Перевод. Мое дело, которому после смерти суждено стать добычей собак и шакалов, не приносит мне, вечной душе, никакого блага. Оно недолговечно и может погибнуть в любой момент. Поэтому и само тело, и связанное с ними имущество, богатство и родственники должны трудиться на благо всех других, а иначе они станут источником бед и страданий. კომენტარები. მსგავს რჩევებს ხვდებით შრიმად ბჰაგავატამში 10:22-35. ყოველი ცოცხალი არსების ვალია სხვათა სასიკეთოდ გამოიყენოს საკუთარი სიცოცხლე, ქონება, გონება და მეტყველება. ეს გახლავთ სიცოცხლის დანიშნულება. საკუთარი სხეული, მეგობრებისა და ნათესავების სხეულები, აგრეთვე საკუთარი სიმდიდრე და ყველაფერი, რაც კი ადამიანს გააჩნია, სხვათა კეთილდღეობისთვის გაიმეტოს. ამას გვასწავლიდა შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ, რომელიც თავის ჩაიტანია ჩარიტამრიტაში ადილილა 9:41 ამბობს. მან ვისაც ბედნიერება ხვდა წილად და ადამიანად დაბადება ინდოეთის მიწაზე ფარატა ვარშაზე, სრულქმნას და ადამიანად დაიბადა ინდოეთის მიწაზე ფარატა ვარშაზე, სრულქმნას უნდა მიაღწიოს სიცოცხლეში და მთელი ხალხის სასიკეთოდ იშრომოს. სიტყვა უპაკურიათ ნიშნავს იმასვე, რასაც პარა უპაკარას. სხვების დახმარებას. დღეისთვის საკაცობრიო საზოგადოებაში არაერთი ორგანიზაციაა შექმნილი გაჭირვებულთა დასახმარებლად, მაგრამ რადგან ეგრეთ წოდებულ ქველმოქმედებმა არიციან როგორ დაეხმარონ სხვებს, კაცთმოყვარეობის გამოჩენის მათი ყველა მცდელობა უნაყოფო რჩება. მათ არიციან სიცოცხლის საბოლოო მიზანი, შრეია აჩარანამ, რაც უზენაესი უფლის დაკმაყოფილებაში მდგომარეობს. მთელი ეს საქველმოქმედო და ჰუმანური საქმიანობა სრულყოფილი იქნებოდა თუ იგი სიცოცხლის საბოლოო მიზნის, ღმრთების უზენაესი პიროვნების დასაკმაყოფილებლად აღსრულდებოდა. საქველმოქმედო მოღვაწეობას კრიშნას გარეშე არანაირი ფასი არ აქვს. ყველა ჩვენი საქმიანობის ცენტრში კრიშნა უნდა აღმართოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ჩვენი მცდელობა უფასური იქნება. შრილა პრაბჰუპადა ки джай. Да. Комментарий. Англоязычный совет, извините, аналогичный совет дается в Шримад Бхагаватам 10:22-35. Долг каждого своей жизнью, богатством, разумом и речью служить благу других. В этом заключается смысл жизни. Наше собственное тело, а также тела наших друзей и родственников, наши сбережения и вообще все, чем мы владеем, следует использовать во благо других. Этому учил Шри Чайтанья Махапрабху в Чайтанья Чаритамрите Адилила 9:41. Он говорит: тот, кому посчастливилось родиться человеком на земле Индии, Бхаратаварши, должен постараться достичь совершенства в своей жизни и трудиться ради блага остальных. Слово параупакара означает то же самое, что и упакурьят, помощь другим. В человеческом обществе уже есть немало учреждений, помогающих нуждающимся. Но поскольку филантропы не знают, как можно помочь другим, вся их благотворительность проходит даром. Им неведомо, что истинная цель человеческой жизни, Шрея Ачаранам, доставить удовольствие Верховному Господу.
Если бы вся благотворительная и гуманитарная деятельность преследовала эту высшую цель удовлетворения верховной личности Бога, тогда она была бы совершенной. Благотворительность, не связанная с Кришной, лишена смысла. Центр всей своей деятельности нужно поместить Кришну. В противном случае она лишается всякого смысла. Om Gyanati Mirandasya Gyananjana Shalakaya Chakshurun Militam Yena Tasmai Shri Gurave Nama Shri Chaitanya Manobhishtam Stapitam Yena Bhutale Swayam Rupa Kadamahyam Dadati Swapadantikam Vandeham Shri Guru Shri Yuta Padakamalam Shri Guru Vaishnavamscha Shri Rupa Sagrajatam Sahagana Raghunatanvitam Tam Sajivam Sadvaitam Savadhutam Parijana Sahitam Krishna Chaitanya Devam Shri Radha Krishna Padan Sahagana Lalita Shri Vishakhanvitamscha He Krishna Karuna Sindhu Dinabandhu Jagatpate Gopesha Gopika Kanta Radha Kanta Namastute Tapta Kanchana Gaurangi Radhe Vrindavaneshwari Vrishabhanu Sute Devi Pranamami Hari Priye Pancha Kalpatarupyascha Kripasindhupya eva cha Patitanam Pavanebhyo Vaishnavebhyo Namo Namaha Jai Shri Krishna Chaitanya Prabhu Nityananda Shri Advaita Gadadhara Srivasadi Gaura Bhakta Vrinda Hare Krishna 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 Hare 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 Rama 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 Hare Hare Namah Vishnu Padaya Krishna Pristhaya Bhutale Srimate Bhakti Vedanta Swami Niti Namine Namaste Saraswati Devi Gauravani Pracharine Nirvishesha Shunyavadi Paschata Deshatarine Hare Krishna, მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ. Харе Кришна, еще раз рад всех вас приветствовать. ჩვენ ვაგრძელებთ ლიტერატურას შესახებ განვითარებულ მოვლენებს. Мы продолжаем чтение обстоятельств, развернувшихся в связи с литературой. ვიშნუ ნახევარმართებს ურჩია, რომ დათიჩიმუნისთვის ეთხოვათ დახმარება. Вишну посоветовал полубогам обратиться за помощью к Дати Чимуни. ნახევარმართებს დათიჩიმუნის სხეული სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ლიტერატურა მოეკლათ. Полубоги нуждались в теле Дати Чимуни для того, чтобы убить Вритрасуру. ანუ ლიტერატურას მოსაკლავად მათ სჭირდებოდა, რომ მომკვდარიყო დათიჩიმუნი. Другими словами, для того, чтобы умер Вритрасура, нужно было, чтобы Дати Чимуни тоже умер. და მათ სთხოვეს, გთხოვთ მოგვეცი შენი ძვლები, ანუ მოკვდი დატოვე შენი სხეული. И они попросили его, пожалуйста, отдай нам свои кости. То есть, давай, умирай и помоги нам. ნამდვილად დათიჩიმუნი საერთოდ არ იყო სხეულზე მიჯაჭული. Но по-настоящему Дати Чимуни никогда не был прикован, привязан к своему телу. თუმცა ნათქვამია, რომ ძალიან დიდ ბრძენებსაც კი უჭირთ სხეულის დატოვება. Хотя и говорится, что даже очень возвышенные мудрецы, и даже им сложно расставаться с телом.
რადგან სხეული ყველაზე ძვირფასია ადამიანისთვის. так как тело и является самым драгоценным для человека. თუმცა დათიჩიმუნი მზად იყო თავისი სხეული მიეცა სხვების სასიკეთოდ. Но Дати Чиму не был готов отдать свое тело на благо других. თავიდან გაეხუმრა ის ნახევარმოერთებს უნდა რომ მათი სიტყვებით ეთქვათ როგორ უნდა მოქცეულიყო ადამიანი და მათაც უთხრეს ყველაფერი როგორ უნდა გააკეთოს ნამდვილში წმინდა ადამიანმა, როგორ უნდა მოიქცეს წმინდა ადამიანი. Поначалу он немножко подшутил над полубогами, но он хотел, чтобы они сами сказали, как должен правильно поступать человек в такой ситуации, и они все ему правильно сказали. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ნახევარღმერთებმა მხოლოდ თქვეს. დათიჩიმუნი კი არა მხოლოდ ამობს, არამედ იქცევა ისე, რასაც Разница только в том, что полубоги просто говорили на эту тему, а Датхи Чимуни, он не только говорит, он и действует сообразно. ჩვენც ხშირად ვამბობთ, მე არ ვარ ეს სხეული, ჩვენ უკვე პირად ვიცით, როცა ვისმენთ, რომ ეს სხეული არ ვართ, ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ ხომ ვიცით ეს. И мы тоже мы тоже порой утверждаем, что я не это тело. Мы настолько часто это слышали, что, говорим себе, мы же знаем, что мы не эти тела. თუმცა ხშირად პრაქტიკულად ჩვენს თავს რო დამაკვირდათ, ეს არ გვაქვს რეალიზებული, რადგან არ ვიქცევით ისე ამ რეალიზაციიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვართ ეს სხეული. Но если хорошенечко присмотреться, то на практике мы так себя не ведем. Если у нас было реализовано то, что мы не являемся этим телом, то, соответственно, наши действия бы исходили из этой реализации. ეს სხეული არ არნიშნავს მხოლოდ რომ, ეს სხეული არ ვართ ნამუშნი საკუთარ თავში ძალიან ბევრ რამეს მოიცავს. И вот фраза «я не это тело» содержит в себе очень много. ეს სხეული არ ვარ ნიშნავს, რომ არ ვარ არც ის ყველაფერი, რაც ამ სხეულთან არის კავშირში. «Я не это тело» означает, что я ничего из того, что связано с этим телом. ანუ არ ვარ ჩემი არც თანამდებობა, არც ჩემი საქმიანობა, რაც მაკისრია, არც ის პატივისცემა, რომელსაც სხვები გამოხატავენ ჩემს მიმართ, არ ვარ არც ჩემი სახლი, არც ჩემი მეგობრები და ყველაფერი საერთოდ რაც ამ სხეულთან არის кавშირში. Другими словами, я не та должность, которую я занимаю, я не то сфера действий, где я занят, я не являюсь ни домом, ни теми людьми, которые меня окружают, родственники и так далее. Другими словами, ничего, что связано с этим телом, не является мной. Секунделის факти ამას ამტკიცებს, ხომ ყველაფერს კარგავთ секунделის მომენტში. И в момент смерти все это подтверждает. Мы все это теряем в момент смерти. ჩვენ შეიძლება ვფიქროთ, მე არ вар ამ სხეულზე მიდაჭული, მაგრამ მიდაჭული ვარ ამ ყველაფერზე, რაც ამ სხეულს უკავშირდება. Мы можем думать, я не привязан к этому телу, но мы по-настоящему привязаны ко всему тому, что связано с этим телом. რაც ამ რეალობას უკავშირდება, ამ ცხოვრების რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით და რომელშიც ვმოქმედებთ. И что связано с этой реальностью этой жизни, в которую мы проживаем и в которой мы действуем. ამგვარად დათიჩიმუნი თავისი მაგალითით ამტკიცებს, ის მხოლოდ სიტყვებს კი არ წარმოთქვამს, რომ ჩვენი სხეული სხვების სასიკეთოდ უნდა გამოვიყენო, არამედ აკეთებს ამას. И Датхи Чимуни на практике подтверждает это. Он не просто говорит, что нужно свое тело использовать во благо других. Он реально делает это. ჩვენ შეიძლება ვფიქროთ, რატომ აკეთებს დათიჩიმუნი ამას ნახევარმოერთების გამო, რატომ ეხმარება მათ. ღირს რომ თავისი სხეულის გაწირვა მათ გამო, ვინც საკუთარ თავზე ფიქრობს მხოლოდ.
И мы можем задаться вопросом, зачем же Дапичиму не делает это? Зачем он жертвует своей жизнью ради полубогов? Разве есть смысл жертвовать жизнью для тех, кто только занят и только интересуется только своим благоденствием? აი წმინდა ერთგულების გამო რომ შევწირო სხეული არ ჯობია? Разве не лучше было бы как бы пожертвовать этим делом ради чистых преданных? თუმცა სინამდვილეს ქმედება უფრო ღრმარი ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. Но это деяние намного глубже, чем видно на поверхности. ნახევარმართები ძალიან დიდ როლს ასრულებენ რეალურად ამ სამყაროში, თუმცა ჩვენ შეიძლება ვფიქროთ, რომ ესე დიდად არაფერს აკეთებენ. Полубоги воистину очень великую службу служат в этом мироздании, хотя мы можем так и не думать. რადგან თუ ინდრა არ იქნება თავის პოზიციაზე, სამყარო ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. Если Индры не будет на своей позиции, то мир попадет в очень сложную, затруднительную ситуацию. მთელი სამი სამყარო ჩავარდება ძალიან რთულ მდგომარეობაში. Все три мира попадут в такую ситуацию. ამგვარად სინამდვილეში მთელი სამყაროს ასკეთოს აკეთებს ამას დათიჩიმუნი. Фактически Датхичимуни здесь поступает во благо всего мироздания. ჩვენ წავიკითხავთ, რომ შემდეგ, როდესაც ურიტრასურას მოკლავს ინდრა, მას იმის გამო, რომ ბრაჰმანის მკვლელობის ცოდვას გაექცეს, გაპიროვნებული ცოდვა მისდევდა მას მოუწევს ლოტოსის ღეროში დამალვა. ანუ И, სითის и, გამოყენება, კონკრეტული სითის გამოყენება, რომელიც საშუალებას აძლევს დაპატარავდეს და лотосის ღეროში დაიმალოს. и мы далее увидим, что из-за греха убийства Брахмана Индре придется бежать, потому что за ним начинает гоняться олицетворенная как бы реакция за это. И ему придется использовать такие ситхи, чтобы уменьшиться до таких размеров, чтобы спрятаться в стебле лотоса. ის დაიმალა ლოტოსის ღეროში და შემდეგ რა მოხდა? სინამდვილეში ამ დროს დარჩა სამყარო მმართველის გარეშე. И вот он спрятался в стебле лотоса, и что же произошло в этот момент? Вся Вселенная осталась без управляющего. ფაგავატამში ეს დეტალები არ არის აღწერილი, მაგრამ მაჰაბჰარატა აღწერს, რომ ამ დროს, როდესაც სამყარო ინდრას გარეშე дарჩა, ნახევარმერთებს შეუტია ვნებამ, უგუნურებამ. И хотя в Бхагаватам это не описывает, но в Махабхарате описан этот момент, когда Индра покинул свой пост, то все полубоги во всех полубогах как бы поднялись, и гордыня, и вот все эти низкие качества начали в них проявляться. რიშების წარმოთქმულმა მანტრებმაც კი ძალა დაკარგა იმ მომენტში, როცა ინდრა ლოტოსის ღეროში იყო. Даже мантры Риши потеряли свою силу на то время, пока Индра находился в этом стебле лотоса. მთელ სამყაროში რაქშასები მოედნენ ყველაფერს, ყველა ადგილს. Во всех трех мирах ракшасы заполонили все и вокруг. და სინამდვილეში არა მხოლოდ ეს, არამედ ვედებიც კი გაქრობის პირას იყო. И не только это, даже веды были на грани исчезновения. და ბრძენებს და ნახევარმართებს მოუწიათ ერთად შეკრება, შეთანხმება, რომ ინდრას პოზიციაზე დროებით დაინიშნათ სხვა ვინმე. И мудрецам и полубогам пришлось провести собрание, чтобы заместить Индру временно кем-то. და მათ აირჩიეს ერთი პიროვნება და ნაჰუშა და დააყენეს ინდრას პოზიციაზე. И вот они выбрали одну личность, Нахушу, и поставили его на пост Индры.
მოკლედ ძალიან დიდი პრობლემები შეიქმნა. შემდეგ, როდესაც ეს ნახუშ აირჩიეს, ის არ გამოდგა მთლად კარგი кандидати. პრობლემები შეიქმნათ ბრძენებს, ამის გამოც უდად ექცეოდა მათ და ინდრას ცოლსაც. Но этот поступок повлек за собой очень много проблем. Этот Нахуш не оказался, соответственно, квалифицированным, он плохо обращался к мудрецам, а также очень плохо относился к супруге Ингри. ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ინდრას უბრალოდ დატოვილი ჰქონდა ტახტი, მაგრამ ბევრად უარესი ხდება, როცა ინდრას პოზიციაზე დგებიან დემონები, ნახევარმართების პოზიციაზე. Это произошло только в тот момент, когда Индра просто покинул свой трон. Но когда трон Индры занимают демоны, то еще гораздо хуже вещи происходят. ჩვენ ვიცით ამის შესახებ ჰირანიაკაშკუმ, როდესაც დემონები დანიშნა, მეშვიდე სიმღერაში სახწერილი სამყარო ძალიან სულ დღეში ჩავარდა. И мы знаем об этом. Когда Хираньякашипу назначил на эту позицию демонов, и это описывается в 7-й песне, то мир погрузился в очень ужасный период. მთელი სამყაროს, მთელი პლანეტარული სისტემების მმართველები მიდიოდნენ ნარასიმჰასთან, როცა მან ჰირანიაკაშკუ მოკლა და მადლობას უხდიდნენ და ეუბნებოდნენ, რამდენად დატანჯულები იყვნენ ამ პერიოდში. Все правители всех, значит, планетарных систем приходили к Господу Нарасимхи и рассказывали, когда тот убил Хираньякашипу, и рассказывали ему, благодарили и рассказывали, в какой они сложной ситуации были из-за демонического правления. ძალიან სულ დღეში ჩავარდნენ ისინი, ძალიან სავალალო დღეში მთელი კანონზომიერება დარღვეული იყო, მთელი წესრიგი დარღვეული იყო სამყაროში. Они были в очень плачевном состоянии. Все мироздание, весь, значит, справедливость в мироздании была нарушена, а также баланс в мироздании был тоже нарушен. ამგვარად სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი რამისთვის წირავს დათიჩიმუნი საკუთარ სხეულს. Ну, здесь, значит, другими словами, Датхичи жертвует своим телом для очень важных целей. და კიდევ ერთხელ ის არა მხოლოდ ამბობს ამ სიტყვებს, არამედ იქცევა, რასაც საუბრობს და აკეთებს ამას, ამ მოქმედებას, წირავს თავის თავს. И он не только говорит об этом, а он и реально жертвует своим телом, идет на этот поступок. ამაშია განსხვავება გიანას და ვიგიანას შორის. Как раз в этом и находится разница между Гьяной и Вигьяной. ერთი არას ვსაუბრობს და საუბარი ყველას შეგვიძლია ვისაუბროთ სხვადასხვა ძალიან მაღალფარდოვანი სიტყვები. Одно то, что мы говорим. Говорить можно о многом. Можно очень легко беседовать на возвышенные темы. თუმცა ასე მოქცევა არც ისე მარტივია. Хотя поступить таким же образом не так уж и легко. ხშირად გონია, რომ ჩვენ მოვიქცევით ისე როგორც ვსაუბრობთ, თუმცა რეალურად საფრთხე არ დგას ჩვენთან, არ დგას ისეთი სიტუაცია, რომელიც ამას გამოამჟღავნებს. მაგრამ როცა ეს სიტუაციები დგება, ჩვენ ხვდებით, რომ ვერ ვიქცევით ისე როგორც ვსაუბრობთ. Мы можем думать, что вот я обязательно буду поступать так, как говорю. Хотя это в ситуации, когда нет никакой угрозы нам. Но как только подобная угроза появляется, то мы обнаруживаем, что не так-то легко оказывается действовать таким образом. ჩვენ ბევრი ამბობს ხშირად, მე სიკვდილის არ მეშინია, კაცო, არაფერი არ არის სიკვდილი. И многие часто говорят, ну, я не боюсь смерти, смерть это ничто. თუმცა სიკვდილის მომენტში ბევრს არ მოუთქვამს კიდეც, რომ მე მეშინია. Хотя в момент смерти также многие говорили о том, что они боятся. მათ ვინც მანამდე იძახდა, რომ არ მეშინია. Вот как раз из тех, кто до этого утверждал, что не боится этого.
ამიტომაც თუ ეს სიტუაციები ჩვენში არ იქმნება ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ გონებაში უნდა შევქმნათ, წარმოვიდგინოთ და დავაკვირდეთ ჩვენს თავს ყურადღებით, როგორ მოვიქცეოდით სხვადასხვა ситуацияში. Ну, если подобные ситуации не возникают в нашей жизни, мы можем умственно их себе представить и понаблюдать, как же мы в подобных ситуациях себя ведем. მაგალითად წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაც რამეც უძღვეუბნება, ისეთ რამეს, რაც ჩვენ ძალიან გვეწყინება და გაგვაბრაზებს. და დავაკვირდეთ ჩვენს რეაქციას. Можно представить, что кто-то говорит нам что-то очень обидное, такое, что по-настоящему заденет нас. И можно понаблюдать, какие эти эмоции вызывает в нас. შემდეგ, როდესაც დავაკვირდებით რა ემოციები ჩნდება, ვიმუშაოთ ამაზე და ვამუშაოთ ეს, რომ ასე ვთქვათ, ავმაღლდით ამაზე. Обнаружив подобные эмоции, мы можем начать над ними работать, чтобы возвыситься. და როცა რეალურად შევხვდება ესეთი სიტუაცია, ჩვენ უკვე წარმოსახვაში გავლილი გვექნება ეს და შემდეგ უფრო უკეთესად შეგვიძლია მომიქცეთ. И если в реальности мы столкнемся с подобной ситуацией, мысли на прошедшие мы уже сможем более мягко с этим как бы справиться. იგივენაირად სანამ მოვკვდებით და ეს დღე დადგება უეჭველად, რომ ჩვენ ამ სხეულის დატოვება მოგვიწევს, მანამდე თუ არ მოვახდინეთ ამ მიჯაჭვულობების ჩამოცილებას, ეკვდილის მომენტში უკვე ვეღარაფერს ვიზავთ. Таким же образом, да, когда нам придется оставить наше тело, и этот момент обязательно настанет, если мы до этого момента не сделали ничего, чтобы избавиться от наших привязанностей, то в момент смерти сделать это будет очень сложно. იგივენაირად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, აი მე რომ ახლა სხეულს ვტოვებდე, რა განცდა მექნებოდა. მაშინ ამოტივტივდება ის ყველაფერი, რადგან მიჯაჭვულები ვართ და შემდეგ გვეცოდინება რა უნდა დავამუშაოთ. Таким же методом можно и над этим поработать. Ну, вот представить, что вот я в момент смерти, о чем бы я начал переживать или начала переживать, и вот можно как бы взяться за эти моменты и начать их очищать, работать над ними. რადგან რეალურად ამ ყველაფერს მაინც დავკარგავთ და უბრალოდ დიდი სისულელეა თუ სიკვდილის მომენტში ამას ჩავებღაუჭებით იმას, რასაც მაინც დაკარგავ. Потому что в реальности мы все равно все абсолютно будем терять, да, все уходящее. И будет большой глупостью в момент смерти держаться за что-то подобное, что мы и так должны оставить. ჟვითარასვამი ამ ლექსის კომენტარებში ამბობს, რომ ჩვენი საკურთხება, რაც ახლა გვაქვს, ჩვენი საკვდილის შემდეგ შეიძლება სრულიად უსარგებლო რაღაცებში გამოიყენონ. Шри-Харасвами в комментариях к этому стиху говорит, что наше владение, которыми мы обладаем, после нашей смерти могут ими распорядиться в очень непредсказуемо даже, потратить это все на какие-то глупости. ჩვენი სხეული ძაღლებს და ტურებს შეიძლება დარჩეს როგორც დათიჩიმუნი ამბობს. И как вот здесь Датхи Чимуни говорит, наше тело может остаться для поедания собак и гиен. და სინამდვილეში სიკვდილის მომენტში ყველანაირი საყრდენი ხელიდან გამოგვეცლება და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს სხეული, რომელსაც ყველაზე მეტად ვეყრდნობით. В момент смерти любая опора нас покинет, да, и в том числе и эта опора, наше тело, на которую мы больше всего рассчитываем. ამიტომაც რეალურად აზრი არ აქვს ყველაფერს მიჯაჭვულობას, რასაც გაქრობა უწერია და მაინც გაქრება. რა აზრი აქვს იმას ვებრაუჭებოდეთ, რაც მაინც გაქრება. Поэтому не имеет смысла тянуться и держаться за то, что и так уйдет из нашей жизни. სინამდვილეში თანაც ეს ყველაფერი, ამ ყველაფერს სინამდვილეში ჩვენთვის ტანჯვა მოაქვს. Все это в реальности приносит нам страдания. რადგან მიჯაჭვულობა საჩენს ჩვენში, მიჯაჭვულობა კი აჩენს ტანჯვას.
Так как раз к этому у нас возникают привязанности, а привязанности связаны со страданиями. ამგვარად დათეჩიმუნი ამბობს, რომ სხვების სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი და მაშინ ტანჯვისგან გავთავისუფლდებით და ნამდვილად ბედნიერები ვიქნებით. И Датхи Чимуни тоже говорит, что мы должны освободиться от всего подобного, и тогда мы сможем по-настоящему почувствовать себя счастливыми. სხვაგვარად ეს ყველაფერი ჩვენთვის ტანჯვის წყარო აუთ. დათეჩიმუნი ამბობს. И дальше Датхи Чимуни продолжает. В противном случае все это является источником нашего страдания. დასანამდვილში რას ამბობს დათეჩიმუნი? ის ამბობს, რომ ადამიანის ტანჯვის წყარო არის ეგოიზმი, როდესაც საკუთარ თავზეა კონცენტრირებული ის. И что же он нам говорит этими словами? Он фактически говорит нам о том, что источником страдания человека является эгоизм. Это направленность на на самого себя и удовлетворение себя. როდესაც ამ ყველაფერს საკუთარი თავისთვის იყენებს და არა სხვებისთვის. Когда все используется только для себя, а не для других. და ადამიანს რეალურად ეს ტანჯავს და რატომ ტანჯავს? რადგან ეს თვითონ ეს პრინციპი მის შინაგან ბუნებას ეწინააღმდეგება, სულის ბუნებას, რომელიც მიდრეკილია იმისკენ, რომ გასცეს. И все это мучает человека. И почему? Потому что все это противоречит его внутренней природе, природе души, которая всегда желает все отдавать. და მთელი სამყარო სინამდვილეში ამ ტყუილს ეფუძნება, ამ ტყუილში გვაცხოვრებენ, ეს ილუზია ზუსტად ამას აკეთებს. ამ ილუზიის გარეშე სული აქ ვერ იცხოვრებს და ამიტომაც პირველი საფარველი არის ზუსტად ეს ილუზია, რაშიც სული ექცევა, ავიდია, რომ აივიწყებს თავის რეალურ ბუნებას. И как раз вот это является основой этого материального мира. Это иллюзия того, которая изначально покрывает душу, попавшую в этот материальный мир, чтобы она забыла свою изначальную природу. ნათქვამია ბაგავატამში, როცა ბრაჰმა პირველი ამას ქმნის, იმიტომ რომ სხვაგვარად სული აქ ვერ იცხოვრებს. Это авидия. Там и Брахма, говорится, что Брахма в первую очередь создает как раз вот эту иллюзию, потому что по-другому душа не сможет прожить и протерпеть в материальном мире. და ეს ავიდია ზუსტად არის ეს მატერიალური ენერგია, ილუზორული ენერგია, რომელიც სულს აწვება, სულს ფარავს და საგურილად საპირისპირო წარმოდგენას უქმნის სულს. ანუ მე არ ვარ მარადიული სული, რომელიც ბედნიერებას იმით იღებს, რომ სხვას ემსახურება. არამედ მე ვარ ეს სხეული, ეს სამყარო და მე უნდა მემსახურო. И как раз вот эта иллюзия, эта авидия покрывает душу таким образом, что она начинает забывать свою истинную природу и начинает считать себя телом. Она забывает, что душа по-настоящему является вечной и блаженной, и начинает себя блаженной душой, которая должна и рада служить другим. И она начинает себя ощущать этим телом, и то, что весь этот мир должен служить этому телу. ანუ რა ხდება სინამდვილეში? სულის წარმოდგენა საკუთარ თავზე იცვლება, სულის წარმოდგენა იმის შესახებ, როგორ გახდეს ბედნიერი იცვლება, მაგრამ სულის მოთხოვნილება, რომ გახდეს ბედნიერი, ჯერ კიდევ სულში რჩება. И здесь что происходит? Как бы душа забывает о своей реальной сущности, начинает считать себя телом и начинает как бы искать счастье совершенно другими путями. Хотя вот это стремление к счастью, что духовная как бы принадлежность души, это все равно в ней остается. ამგვარად მოჯადოებულ წრეშია ის ამ მოთხოვნილებას რომ გახდეს ბედნიერი ვერაფერს უზამს, თუმცა მეთოდი უკვე შეცვლილი აქვს მას ამ სამყარომ შეუცვალა ეს წარმოდგენა როგორ უნდა გახდეს ბედნიერი და ამ მოჯადოებულ წრეში ტრიალებს და ვერ წყვეტს ამ წრეში ტრიალს, რადგან გონია რომ აი ამიხლა გახდება ბედნიერი და ამიხლა გახდება.
И таким образом душа оказывается в заколдованном круге. Она стремится к счастью, но из-за того, что методы постижения этого счастья были искажены в материальном мире, она никогда его не достигает, хотя постоянно находится под иллюзией, что вот-вот теперь вот чуть-чуть еще подождать, и я до него доберусь. სინამდვილეში ღმერთის ეს ენერგია ძალიან ძალიან ძლიერი და გასაოცარია უბრალოდ, იმიტომ რომ სრულიად პარადოქსული რამ ხდება. ადამიანის სინამდვილეში ეს ყველაფერი ადამიანის ტანჯვის წყარო არის კენაც ისწრაფვის, რაც წარმოიქმნება ამ ილუზიისგან. ანუ როდესაც ავიდიასგან წარმოიქმნება ცრუ ეგო და შემდეგ წარმოიქმნება ეს რაგა, დვეშა, ხო, მიჯაჭვულობები, მიჯაჭვულობა რაღაცაზე ან პირიქით, განჯაჭვულობა ადამიანს გონია რომ ეს ყველაფერი მისი ბედნიერების წყაროა და სინამდვილეში ეს ყველაფერი არის მისი ტანჯვის წყარო. И происходит что-то фантастическое, да, вот это стремление и привязанность к счастью заставляет человека подумать, что вот эта авидия, накрыв его, заставляет его искать это счастье неправильным образом, и за этим следует рага, двеша и вот все эти страдания. Хотя человек так не считает, он думает, что стремится к счастью, и что вот все его поступки по-настоящему являются источником его страдания, это его становится недоступно пониманию. ის რაღაცები, რაც ადამიანს გონია, რომ მას ბედნიერებას მოუტანს და ბედნიერების წყარო ამისთვის იოგა შასტრაში, ნათქვამია, რომ ეს ზუსტად ეს რაღაცები არის ტანჯვის წყარო. И то, что он считает, что принесет ему счастье и наслаждение, как раз об этом и говорится в шастрах, что как раз это и является источником его страданий. ანუ სინამდვილეში ის ფიქრობს, რომ ბედნიერებას მოუტანს ეს ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში ტანჯავს მას. И он считает, что все это принесет ему радость и счастье, но по-настоящему все это его как бы больше угнетает, и из-за этого он испытывает страдания. დატეჩმული კი ამბობს, ჩვენ უნდა დავებრუნოთ ჩვენი რეალური სულიერი ბუნება, ვიმოქმედოთ როგორც სული, ანუ სხვებისას კეთოთ გამოვიყენოთ ეს ყველაფერი და მაშინ ბედნიერებას მოგვიტანს. Но Датхи Чиммуни указывает, что вы все это должны использовать во благо других и таким образом вернуть себе духовную суть. И только таким образом можно будет почувствовать истинное блаженство, истинное счастье. მაგალითად, როგორ შეგვიძლია სხვებს ვემსახუროთ ჩვენი საკუთრებით, ჩვენი სხეულით, ჩვენი ქონებით, ჩვენი ნათესავებით? И вот как же мы можем, это пример, как мы можем служить нашим имуществом, нашим положением, нашими друзьями, нашими родственниками, всему мирозданию. არ არის აუცილებელი სხეული მოვკვდეთ იმისთვის, რომ სხვებს ვემსახუროთ, რადგან ჩვენი ძვლებისგან არ მგონია რამე კარგი იარაღი გაკეთდეს. Не обязательно умирать для того, чтобы послужить другим. Я не думаю, чтобы из наших костей что-то путевое получилось. შეგვიძლია ვემსახუროთ სხვებს უბრალოდ იმით, რომ თუნდაც გავუღიმებთ მათ ჩვენი სხეულით და ისინი ბედნიერები გახდებიან და ჩვენ სამით გავაბედნიერდებით. Мы можем послужить хотя бы тем, что мы искренне кому-то улыбнемся, и этим как бы скрасим его день, этим сделаем его счастливым, и таким образом и сами тоже испытаем счастье. შეიძლება ვესაუბროთ სხვას თბილი სიტყვები ვუთხრათ, ან დავეხმაროთ ვესაუბროთ ისეთი რაღაცები, რაც აამაღლებს მას და გააბედნიერებს. Мы можем беседовать с другими, обмениваться теплыми словами, где говорить о том, что может согреть этих людей и сделать их счастливыми. ჩვენი სხეული სხვაგვარადად შეგვიძლია გამოვიყენოთ, რომ ფიზიკურად ვემსახუროთ სხვა ადამიანებს, მაგალითად პრასადი მივუტანოთ ან კიდევ რაღაც.
Можем свое тело еще и в других ипостасях использовать. Например, мы можем разносить просад другим и таким образом способствовать их счастью. რა თქმა ჩვენი ქონებითაც იგივენაირად შეგვიძლია ვემსახუროთ სხვებს. Таким же образом мы можем использовать свое достояние в служении другим. ნათესავებით როგორ შეგვიძლია ნათესავებით სხვებს ვემსახუროთ? А как же мы можем родственниками служить? მაგალითად, თუ ვინმეს რაიმე დახმარება სჭირდება, ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ ჩვენს ნათესავს ეს შეუძლია, ამის უნარი აქვს, შეგვიძლია ვთხოვოთ, რომ მას დაეხმაროს და ამგვარად ჩვენი ნათესავებითაც სხვებს ვემსახურებით. Например, если кто-то в чем-то нуждается, и у нас нету на это возможности, а у родственников есть, то, попросив их об этой услуге, мы фактически задействуем их тоже в служении. Таким образом, мы начинаем служить родственниками. ამგვარად მათაც მსახურებაში ჩავრთავთ და ეს მათაც სიკეთეს მოუტანს და ჩვენს. И таким образом мы и их подключим к служению, что принесет благо и им, и нам. პრაბჰუპადა გვიჩვენს კომენტარებში კიდევ როგორ უნდა შეგვიძლია ეს ყველაფერი გამოვიყენოთ კიდევ უფრო უკეთესად. Шрила Прабхупада в комментариях объясняет нам, как еще лучше можно все это использовать. ის ამბობს, რომ სხვების მსახურებას ცოდნა სჭირდება. Он там говорит, что служение другим требует соответствующих знаний. შეიძლება სხვებს ვემსახუროთ, დავეხმაროთ სხვებს ისე, რომ მათ დროებითი სარგებელი მივცეთ. Мы можем кому-то помочь каким-то образом, и что даст ему временное какое-то благо. ეს რომ შეიძლება საჭიროა, რადგან ადამიანი მაინც აქ ცხოვრობს ამ დროებით სამყაროში და თუ მას საკმარისი პირობები, ნორმალური პირობები არ აქვს აქ ცხოვრებისთვის, ის სულზე ვერ იზრუნებს, სულიერებაზე ვერ იზრუნებს ამ დროს გაუჭირდება თუ აქ უჭირს. Хотя и это очень важно, да, из-за того, что человек сейчас проживает в этом мире, если он не будет получать подобные удовлетворения и подобное счастье, то ему будет очень сложно жить дальше. თუ ადამიანს მაგალითად ადამიანი, რა ვიცი, მშიერია, არაფერი არ აქვს და ჩვენ მას გადაგებას დაუწყებთ, თლათ ლამაზი არ იქნება და შედეგის მომტანი ჯერ რასაც ვაჭმევთ ან დავეხმარებით ან ჩავასმევთ თუ სივა და შემდეგ უკვე შეგვიძლია მის სულზე ზრუნვა. И если человек голодает и в очень нищенских условиях, ему холодно, нечем согреться, ему следует сначала помочь с одеждой, с пищей, и только после этого можно уже беседовать о философии. ამგვარად ეს ორივე საჭიროა, მაგრამ უნდა გვესმოდეს მათი დანიშნულება. И вот оба эти фактора очень важны, хотя мы должны понимать их истинное значение. შრილა პრაბჰუპადა, მაგრამ არის ისეთი დახმარებაც, რაც მარადიულია და ესეც აუცილებელია. Хотя существует и вечная помощь, и это тоже обязательно. და შრილა პრაბჰუპადა გვიჩვენს ამას კომენტარებში. И Шрила Прабхупада как раз на это нам указывает в комментариях. ის ამბობს, რომ მატერიალური ქველმოქმედება კრიშნას გარეშე უბრალოდ არაფრის მომტანია, რადგან ჩვენ თუ დროებითად დავეხმარეთ ადამიანს, მაგრამ არ მივეცეთ მას კრიშნა, მომავალ ცხოვრებაში ისევ იგივე სიტუაციაში ჩავარდება. И он там говорит, что просто материальная помощь это как бы временное деяние, которое теряет свой смысл. Если мы не даем и духовную помощь человеку, то он и не познает этого, и в следующей жизни опять столкнется с теми же проблемами. ამგვარად, ჩვენი სწავლი შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ადამიანებამდე მივიტანოთ ღმერთის მარადიულობის ნეტარების ცნობიერება. Поэтому мы можем использовать свое тело для того, чтобы доносить до людей идеи Бога, вечности, блаженства.
რადგან ეს ყველაფერი მარადიულია. потому что все это является вечным. ანუ ამ დროს ვეხმარებით მას როგორც სულს, რომელიც ამ მატერიალურ კონკრეტულ ცხოვრებისეულ რეალობებზე არ არის დამოკიდებული და ყველგან ერთ და იგივე სული იქნება. Таким образом, мы оказываем помощь непосредственно душе, которая не зависит от данных материальных обстоятельств и всегда останется душой. И таким образом мы вечную службу им служим. ამგვარად ჩვენი სხეული შეგვიძლია გამოვიყენოთ, რომ მაგალითად ვესაუბროთ ვიღაცას, ან ვუქადაგოთ, ან სხვადასხვა მსახურებები შევასრულოთ ჩვენი ბუნების შესაბამისად. Мы можем использовать свое тело для того, чтобы беседовать с людьми, проповедовать им или выполнять различного типа служения. და როდესაც მაგალითად ისეთი მსახურებები უნდა შევასრულოთ, რომლებიც ხელს უწყობს რას, რომ ადამიანებამდე მივიდეს კრიშნას ცნობიერება, ანუ პირდაპირ თუ ირიბად ამას ხელს უწყობს. Мы должны заниматься такими служениями, которые напрямик или косвенно донесут до людей идеи сознания Кришны. ჩვენი ფინანსები შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა პროექტებისთვის, რომლებიც ხელს უწყობს კრიშნას ცნობიერების გავრცელებას, ქადაგებაზე ამ მიმართული და იმაზე, რომ ადამიანებამდე ეს მარადიული ცნობიერება მივიდეს. Наши финансы можем задействовать в различных проектах, которые направлены на проповедничество, на то, чтобы донести до людей это божественное и вечное сознание. Ну, აი შეიძლება იყოს ციფრული ან ფიზიკური, თუნდაც ციფრულ მხარეს შეიძლება თუნდაც ერთი Facebook პოსტისთვის დასაბუსტად გავიღოთ რაღაც თანხა და ეს ამ პოსტით ბევრ ადამიანამდე მივა ეს მარადიული ცნობიერების ნაპერწკალი და ადამიანების ცხოვრება შეიცვლება. И эта помощь может иметь различные выражения. Можно и цифровым методом, и другим методом оказывать подобную помощь. Например, деньги, выделенные на то, чтобы забустить один из Facebook постов, могут умножить количество людей, которые смогут с этим постом как бы соприкоснуться и узнать о вечной истине. თუ ფიზიკური ღონისძიება ტარდებასადმე რაიმე ადგილას, амას შევწიროთ თანხა, სადაც ამ ადამიანები მიულენ. Мы можем жертвовать свои деньги на какие-то проводящиеся мероприятия на физическом плане, куда могут прийти люди и соприкоснуться с этим знанием. ამ შემთხვევაშიც მიიღებენ ისინი ამ მარადილ სარგებელს. В этом случае тоже они получат это вечное благо. ან მაგალითად უბრალოდ ციგნების გავრცელებისთვის ძალიან ელემენტარულ რაღაცამდე რომ ჩავიდეთ, бензине რომ ჩავუსხათ მანქანაში ვინც ციგნებს ავრცელებს. Или можем, ну, даже упомянуть такие элементарные возможности служения, как заправить топливом машину тех, кто распространяет книги. Это тоже служение. თუ პირადად არ ვაკეთებთ ამას, შეგვიძლია იმ ადამიანებს შევწიროთ თანხა, ვინც ამას აკეთებენ იმ ერთგულებს, რომლებიც ამაში არიან ჩართული და ვიცით, რომ გამოიყენებენ ამ საქმისთვის. Если мы самостоятельно не можем это сделать, то можем отдавать эти деньги тем личностям, которые мы знаем, что состоят в таких вот служениях, и что они и реально используют эти деньги на данные, на это дело. თუ არ ვიცნობთ ასეთ პიროვნებებს, შეგვიძლია პირდაპირ ტაძარში შევწიროთ თანხა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ასეთი პროექტები მოაწყოს და მიმართულია იმისკენ, რომ ასეთ პროექტებში გაიღოს თანხა, მიმართულია იმისკენ, რომ ეს ერთგულების ცხოვრება შეინარჩუნოს და მათი სადჰანა იმისთვის, რომ მათ შეძლონ ქადაგება. Если мы не знакомы с подобными личностями, то мы можем жертвовать свои деньги
непосредственно в храме, потому что мы знаем, что храм направлен на то, чтобы проводить именно подобного типа мероприятия, заботиться о том, чтобы преданные имели условия для прохождения садханы, заботиться о том, чтобы они продвигались в своем духовном развитии. ამგვარად ჩვენ შეგვიძლია ამგვარად მივყვეთ დათიჩის მაგალითს. И таким образом мы тоже можем последовать примеру Датичи. დათიჩის ჰქონდა წარმოუდგენელი თავგანწირვა და სინამდვილეში მსგავსი ადამიანები დიდ მაგალითს გვაძლევენ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ბევრ ერთგულს და ბევრ ადამიანს. Датхичи показал невероятную самоотверженность. И такого типа люди показывают пример всем вокруг. როდესაც На них პირადად можно начать равняться. როდესაც პირადად ვხედავთ ასეთ მაგალითს, როგორ ასრულებს ის, როგორი წარმოდგენა აქვს თავის სხეულზე და როგორ იქცევა, ჩვენ ეს გვამხნევებს, რომ ჩვენ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ, ჩვენ შეგვიძლია იგივე მდგომარეობას მივახციოთ, რა მაგარია. Когда мы видим личный пример того, каким образом можно использовать свое тело и как можно, какой самоотдачи можно достичь, то это нас тоже вдохновляет, и мы тоже можем следовать этому примеру, стараться использовать наши возможности в подобном направлении. თვითონ ფაგავატამშია ეს მაგალითები აღწერილი, ფაგავატამშივე კონკრეტული ერთგულები როგორ იყენებენ ზუსტად ამ მაგალითს, დათიჩის მაგალითს, როგორ იშველიებენ და როგორ ამხნევებს ის მათ. Даже в Бхагаватам упоминаются несколько случаев, как преданные используют этот пример Датичи, как они вспоминают о его подвиге и как это вдохновляет их на те поступки, которые они в дальнейшем совершают. მაგალითად მე რო სიმღერაში აღწერილია ბალი მაჰარაჯა როგორ დადო პირობა ბალი მაჰარაჯამ რომ მისცემდა ამ ყველაფერს მთელ თავის საკუთრებას, მთელ თავის ქონებას, ყველაფერი რაც გააჩნია ვამანადევას. ნუ სინამდვილეში სამი ნაბიჯი დადო, მაგრამ შინაგანად ხვდებოდა ამას, რომ ყველაფრის გაცემა მოუწევდა. И вот в 8-й песне как раз мы видим подобный пример, как Бали Махарадж, хотя он уже осознавал, что хотя он согласился на 3 шага, но он осознавал, что этим поступком ему придется пожертвовать и отдать все, что он имеет, и богатство, и все достижения. შუქრაჩარიამ პირდაპირ უთხრა, შენ ყველაფრის წაღება მოგიწევს და საერთოდ ისეთ მდგომარეობაში ჩავარდები, რომ პირობასაც ვერ შეასრულებ, რადგან ორი ნაბიჯით ვამანადევა დაიპყრობს მთელ სამყაროს და მესამე ნაბიჯი აღარ გექნება, რომ დაადგმევინო სადმე. შენ პირობასაც ვერ შეასრულებ და მოგიწევს საერთოდ ჯოჯოხეთს წასვლა, იმიტომ რომ პირობას ვერ შეასრულებ. ამიტომაც ჯობია არ შეასრულო ეს შენი პირობა და რადგან ეს ყველაფერი დაგრჩეს შენ ეს საკუთრება. И даже Шукрачарья предупреждал его, который увидел, что за этим может следовать. Он предупреждал Бали Махараджа, что ему и так в любом случае придется нарушить свое обещание, потому что Ваманадев только двумя этими шагами покроет всю Вселенную, и ему больше не останется ничего отдавать. И в любом случае из-за этого он попадет в ад. Поэтому Шукрачарья ему советовал не исполнять этого обещания и так остаться при своих достояниях, при своем богатстве. თუმცა ბალი მაჰარაჯი ამბობს, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს მაინც დავკარგავ, თუნდაც მე ჯოჯოხეთში წასვლა მომიწვიოს, მე მაინც შევასრულებ ჩემს პირობას, როგორ შემიძლია მე მოვიტყუო. На что Бали Махарадж отвечает, что какой тогда смысл будет иметь все это, да, оставить себе это. Я в любом случае это потом потеряю. Но если даже мне придется пойти в ад, я все равно сдержу свое слово. და ის წარმოთქვამს ერთ კონკრეტულ ლექსს, სადაც პირდაპირ ამას ამბობს, რომ ის ამბობს, რომ ჩვენ ხომ შუქრაჩარიას ეუბნება, ჩვენ ხომ ვიცით ისეთი ადამიანებისგან, როგორიც არის დათიჩი და შიბი,
როგორებიც დათიეჩი და შები იყვნენ, რომ მზად იყვნენ თავისი ცხოვრება გაეწირათ სხვებისთვის. И вот как раз здесь он произносит такой стих, обращаясь к Шукрачарии, что мы же знаем примеры таких возвышенных личностей, как Тадхичи и Шиви, которые были готовы себя отдать полностью для блага других. მაშინ რატომ უნდა თქვა რაღაც მიწის ნაგლეჯზე უარი, რატომ არ უნდა ვთქვა რაღაც მიწის ნაგლეჯზე უარი, რომელსაც მაინც დავკარგავს სიკვდილის მომენტში. Почему же я не должен отказываться от какого-то участка земли, который я и так потеряю в конце своей жизни? რატომ არ უნდა მივცე ეს ყველაფერი ამ მშვენიერ ბრაჰმანს, Почему я не должен давать все это этому прекрасному брахману, ვამანადევას, Ваманадеву, რომელიც მოვიდა ჩემთან მოწყალების სათხოვნელად? который областился ко мне за милостью? თუ რადგან იხსნება რომ თუ მე მას მოვატყობ და ამ ყველაფერს დავუტოვებ რა აზრებს, მე მაინც უბედური ვიქნები, ეს ყველაფერი მე არ გამაბედნიერებს, მაგრამ თუ ამ ყველაფერს მას მივცემ, მე ნამდვილად ბედნიერი გავხდები. И он понимает, если я сейчас его обману и все при себе оставлю опять, все равно это меня не сделает счастливым. Напротив, это будет источником моего несчастья. Поэтому я отдам ему все это, и как раз это и осчастливит меня. და ზუსტად ეს არგუმენტი მოუყვანა შუკრაჩარიას, მას ესმოდა ეს შუკრაჩარიას არ ესმოდა ეს ცნებულში, რომ ეს ხდის ადამიანს ბედნიერს, ნამდვილად ბედნიერს. И как раз это и было его главным аргументом. Шукрачарья не понимал, в чем источник счастья, что именно вот в этом и есть источник настоящего счастья. И поэтому Бали Махарадж его в это и посвятил, так сказать. და როდესაც და ჩვენს მართლა როცა რამე ვარს ვამბობთ ჩვენზე, რაც ჩვენ გვაქვს და რამე სხვისთვის უწირავთ ამას, სხვას ვაძლევთ, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვხდებით ამით. Таким же образом, когда мы приносим в жертву то, что мы имеем, и отдаем это все და წარმოიდგინეთ, кому-то другому, то это и осчастлививает нас по-настоящему. და წარმოიდგინეთ რეალურად ამ ყველაფერს ჩვენთვის ტანჯვა მოაქვს, ჩვენ მიჯაჭვულები ვართ ამაზე. ტანჯავს ეს და როცა გავცემთ თან თავისუფლდებით და თან ბედნიერები ვხდებით, ნამდვილად бедნიერები. ანუ იმ რაღაცას ვაძლევთ, რაც ნამდვილად გვტანჯავს. И здесь не надо забывать, что это по-настоящему все это является источником нашего страдания. Это заставляет нас страдать. И когда мы от чего-то избавляемся, когда мы что-то отдаем, мы фактически избавляемся от этих страданий и также чувствуем удовлетворенность и счастье. Мы фактически отдаем источники наших страданий. ეხლა შეიძლება ვერ ხვდებით რომ ეს ჩვენთვის ტანჯვა, მაგრამ უბრალოდ რომ დავფიქრდეთ და ჩავიხედოთ ჩვენს თავში, მე ხვდებით რომ ეს ჩვენში მხოლოდ ფორიაქს იწვევს, რომ ვაიმე მე მარ წაგვართვას ეს ან ამას როგორ მივაღწიო და ეს თვითონ ეს ყველაფერი ჩვენში იწვევს ტანჯვას ჩვენს შიგნით. Мы, хотя можем и не осознавать, что это является источником нашего страдания. Хотя вот когда мы чем-то обладаем, у нас возникают всякие волнения. Вот как за этим сейчас, как это удержать у себя, или как достичь того, чтобы накопить что-то и так далее. И как раз это и есть страдание, как раз это и ведет в этом направлении. და მით უმეტეს როდესაც ამ ყველაფერს კრიშნას ვაძლევთ. А когда мы все это отдаем, тем более отдаем это Кришне, то поистине чувствуем счастье. როცა გვაქვს უნარი რომ კრიშნასთვის რაღაცაზე უარი ვთქვათ, რაც ჩვენია და მის მივცეთ იმ რაღაცაზე, რაზეც ჩაბღაუჭებულები ვართ, სინამდვილეში გვტანჯავს, მაგრამ ჩვენ ვაძლევთ კრიშნას. თან ტვირთი გვეცილებოდა და თან ბედნიერები ვხდებით. И когда мы, значит, начинаем осознавать, что вот то, за что мы держимся, что является источником нашего страдания, если мы это отдаем, мы же освобождаемся, но если это еще мы отдаем и Кришне, то это
становится источником нашего блаженства. არ არის აუცილებელი რაც გვაქვს მაგალითად ყველაფერი მოვისრულოთ, არამედ შეიძლება იგივე რაღაც გვქონდეს, ვიყენებდეთ, მაგრამ შინაგანად ვთქვათ, ამაზე უარი და შინაგანად მივცეთ კრიშნას და ეს უკვე მოგხსნის დიდ ტვირთს და გაგვაბედნიერებს. Естественно, не нужно все вышвыривать, все, чем мы обладаем, да. Внешне может все оставаться на местах, но внутренне мы можем это в себе как бы разрешить. Мы все это можем посвящать Кришне и таким образом освободиться от этих страданий. ანუ იუქტა ვაირაგიას პრინციპი რაც არის. Что является принципом юкта вайрагии. და ჩვენ ამ დროს უკვე ბედნიერად ვიგრძნობთ თავს. И таким образом мы уже будем чувствовать себя счастливыми. და წარმოიდგინეთ, მე რაც უბედურს მხდის, მე რაც მტანჯავს, იმაზე ვამბობ უარს და ამით ერთის მხრივ ტვირთი მცილდება და ბედნიერი ვხდები უკვე ამისგან, რადგან ეს სულს ეს ტვირთი სცილდება და თავის სულის ბედნიერებას გრძნობს. И вот представьте, я, отдавая, что является источником моего страдания, таким образом освобождаюсь от этого груза, во-первых, и плюс еще начинаю испытывать истинное счастье. და ამ დროს სულის ბედნიერებას ისედაც გრძნობ, რადგან ეს ტვირთი მომეხსნა და მინჯაჭულობები მომეხსნა და თან ამ ბედნიერებას 100-ჯერ და მილიონჯერ ამრავლებს ზუსტად ის, რომ ამით კრიშნა გახდა ბედნიერი და ამით კრიშნა დავაკმაყოფილე. და აი ეს მისი бедნიერება ჩვენზე რომ გადმოდის, ეს ჩვენი бедნიერება მილიონჯერ იზრდება. И в этот момент я и так уже ощущаю как бы радость от того, что избавился от этого, да, но когда я направляю все это на Кришну, и Кришна становится счастлив и удовлетворен моим действием, то его удовлетворение и его счастье передается мне в тысячи и тысячи раз большем размере. ანუ ჩვენ ამ დროს აღარაფერი გვინდა საერთოდ დედამიწაზე, იმიტომ რომ ისეთ ბედნიერებას მივახციეთ, რომელსაც არაფერი შეედრება, რომელსაც ვერაფერი ვერ გვაძლევდა და რეალურად რაც გვქონდა გვაძლევდა მხოლოდ ტანჯვას. და ამ დროს თავისუფლდებით თან ამ ტვირთისგან, თან კრიშნას ვაბედნიერებთ და თან საკუთარ და ბედნიერებას ორმაგად ვგრძნობთ. ერთი იმისგან რომ გავეცით ეს რაღაცა ტვირთი მოგვეხსნა, მეორე კი იმისგან რომ კრიშნა ამით ძალიან ბედნიერია და ამ დროს дедамიწაზე აღარაფერი გვინდა. И таким образом, поступив подобным образом, да, мы фактически освобождаемся и от источников страдания, и это уже нас счастливит, так сказать. Но вдобавок к этому прилагается еще то удовлетворение, которое Кришна почувствовал нашим поступкам и отплатил нам взаимностью. И это счастье настолько переполняет нас, что мы теряем всякий интерес к этому миру. Нам уже не хочется здесь оставаться. Харе Кришна, мадლობა დიდი, თუ გაქვთ შეკითხვები ან დამატებები. Харе Кришна, большое спасибо. Есть ли у вас какие-нибудь вопросы или добавить что-нибудь хотите? Харе Кришна, Радхапушана Прабху. Большое-большое спасибо за лекцию. Особенно этот последний момент. Так здорово это слышать, что отдавая свое тело, свое время и все, к чему мы привязаны, мы избавляемся от источника, на самом деле, страданий. И вот как раз то, чему ты посвятил всю лекцию, вот это и хотел донести Господь примерами Дадичи Муни и вот Бали Махараджа, что ты привел, да, в пример. Мы вот видим на протяжении Шримад Бхагаватам, когда нужна помощь полубогам, он ни разу сам ничего для них не сделал. И даже когда появился Ваманадев, им не понравилось, что вот таким методом Господь им возвращает их владение. И вот этот же момент с Дадичи Муни, опять же, он не вмешался. Но видя своих тех
величайших преданных, у которых единственная жизнь – это Господь, он сам за них заступает, он сам начинает воевать, и он сам их защищает. А в их случае он применяет своих величайших преданных, как Бали Махарадж, как Дадичи Муни, для того, чтобы преподать вот этот урок и все о том, о чем ты говорил, да, всю лекцию, чтобы они поняли. И вот он в другой форме им помогает. Он отправляет к ним, он с другим замыслом, зная природу Дадичи Муни, зная, чтобы они какой-то урок извлекли. Он знал, что Дадичи Муни готов пожертвовать тем, что небрежный, чтобы полубоги это поняли. Но и вот то же самое с Бали Махараджем. Спасибо тебе большое. И вот этот момент очень хорошо прям ты показал мотивы Господа, используя своих преданных в этих целях. Ари Кришна. Hare Krishna, კი გეთანხმებით მასე აკეთებს უფალისულ მასე აწყობს თორმე რომ ადამიანებზე ზრუნავს მათ სულიერ განვითარებაზე პირველ რიგში როგორც შილა პრაბჰუპადა ამბობს რა აზრი აქვს მათ მატერიალურზე ზრუნვას ისინი მაინც დაკარგავენ ამას და თან ამით აჩვენებს თავისი ერთგულების სიდიადეს როგორია ჩვენ რო გავიგოთ რა თქმა უნდა ჯიმ რა თქვა კალიტმეტაჯი შეიძლება მე სამჭკუაშვილი ვარ, ქრისტე ღმერთი კი არა ვარ. ბოდიში, მაგრამ ვერ გავიმეორებ. უბრალოდ შეიძლება ესე ძალიან მოკლედ თქვა, შევაჯამოსავით რა, რომ დათაფავა მატაჯიმ აქ აღნიშნა ის დიდი მაგალითები, როგორსაც ბალი მაჰარაჯი იძლეოდა და აქ ამ შემთხვევაში დათიჩი მუნი, რომ უფალი პირდაპირ ეხმარება ერთგულებს, წმინდა ერთგულებს და იყენებს ამ წმინდა ერთგულებს იმისთვის, რომ აჩვენოს თუ როგორ შეიძლება სწორედ წარმართო შენი ცხოვრება, ხომ? იმიტომ რომ პირადად არ ეხმარება ნახევარღმერთებს არც იმ ბალი მაჰარაჯის შემთხვევაში ესე იგი ნახევარღმერთების პოზიცია არ იყო მთლად გამართლებული არც ამ შემთხვევაში ხო როდესაც ნახევარღმერთებს პირადად და პირდაპირ უშუალოდ კი არ ეხმარება ერთგულის გამოყენებით და აღნიშნა ის რომ ძალიან დიდი მნიშვნელობელი იყო რატი ბუშანასთვის იმისთვის როგორ წარმართა ეს ლექცია როგორ გაუსვა ხაზი ზუსტად იმას რისი გადმოცემაც სურდა ამ საქციელით დათიჩი მუნის რომ ესე იგი რომ უშუალოდ უფალი ვიხნო აღმერთ გამოიყენა თვისებები გინდა ბალი მაჰარაჯის გინდა დადიჩი მუნის თვისებები რომ ესწავლა ნახევარღმერთებს მაგრამ სხვა შემთხვევებში ის ერთგულებს რო ეხება ნამდვილ თავის ერთგულებს ვისი ცხოვრებაც აზრიც არის ღმერთი ის პირადად იცავს პირადად ერევა ყველაფერში მაგრამ ნახევარღმერთებში მთელ შიმათაგატამის ისტორიაში ვხედავთ რომ ის პირადად არ ერევა არსად პირიქით რაღაც სხვა გზებით უბრალოდ ჭკუას ასწავლის აი ამ თვისებების გამოყენებით და დაემატაჯით კიდე კაი რაღაცა დაამატარო და თან ამით ამაღლებს თავის ერთგულებს როგორც დადიჩი მუნი და ნუ ბალი მაჰარაჯი რო ეს უდიდესი მაგალითია სხვათა შორის გოსვამი მაჰარაჯს აქვს სემინარი დაკითხული თბილისში რა ქვია убийство демона ბრიტრასური მაგდალინოვკაშიც და თბილისშიც სამდღიანი სემინარი წაიკითხა და ძალიან კარგი მომენტებია იქ აღნიშნული და მოусმინეთ რატი ჩააგდე იმაში თბილისში არ მახსოვს მაგრამ ის მაგდალინოვკაში ხო 2000 რომელი იყო აღარ მახსოვს წელი ხო მაგრამ ბრიტრასურაზე რო სემინარია ეს 2015 ბრიტრასურაზე ვამბობ ხო სხვა ვთქვი ბრიტრასურაზე და იქ აღნიშნავს კიდეც რატომ გააგზავნა ინდ რატო თვითონ არ მოკლა და რატომ გააგზავნა მაინც და მაინც დათიჩისთან ინდრა ყველაფერს ამბობს
У Госвами, Бхактивиджана Госвами Махарадж проводит, есть один семинар на тему убийства Вритрасуры. Как раз он проводил этот трехдневный семинар и в Магдалиновке, и в Тбилиси тоже. И вот Дая Матаджи рекомендует нам поднять эти материалы и прослушать. Там он прекрасно объясняет и тот момент, почему он непосредственно сам не помог, Господь не сам не вмешался, а сам не убил демона, а использовал для этого именно датхи чимуни. И рекомендует Дая Матаджи всем прослушать, попросила Рати выложить этот семинар. Чатში ჩავაგდებ Telegram-ის ჩატში ორივე სემინარს. ო გოსვამი მაჰარაჯის უჩინიკი გოსვამი მაჰარაჯა რო არის може იქ შეგიძლია. Хари Кришна თბილისში ჩავაგდოთ და ყველა უფრო მეტი ნახავს. იქ ყველა არ არის. И вот этот как бы линк будет выложен в чате Хари Кришна Тбилиси, и всем будет доступен. აგერ ფაქტი ვინოდა პრაფუმაც ჩააგდო იმაში ჩატში. Да, აქ ჩატში დაიკარგება, ამიტომ Хари Кришнаში ხო, დოქია. არა, Это врачагдо. შეიძლება ის არა ქვია. კითხვა. Вопрос. მაგათიშული. ფაქტი უნდა პროფილ რილსი ჩააგდო უბრალოდ რაღაც Facebook-ის. აი, შეიძლება კითხვა რა. კი. ანუ ერთი ტექნიკური შეკითხვა მაქვს, რომ თვითონ ინდრა რა, რომ დაიმალა იმაში ლოტოსის ღეროში. ეს მე ეს ისტორია ვიცი ჰირანიაკაშიპუს დროს რომ დაიმალა, ანუ ლოტოსის ღეროში და ეს სხვა ისტორიაა თუ ორჯერ დაიმალა. Значит, вопрос касается убежища Индры в стебле лотоса. Лука, помнит, что к этому он прибег, когда прятался в Родисе, во время правления Хираньякашипу однажды он прибег к этому методу. И это что, второй раз? Дважды он то же самое сделал, потому что здесь тоже Рати упомянул, что Индра спрятался в стебле лотоса от Вритрасуры. არა, ჰირანიაკაშიპუს დროს არ დაბადებულა ლოტოსის ღეროში. ლოტოსის ღეროში დაიბადა მაშინ, როდესაც ვრიტრასურას მოკლავს და შემდეგ დაიბადა თუ დაიმალა. დაიმალა. როდესაც ვრიტრასურას მოკლავს და ამ დროს კაპიროვნებული ბრაჰმანის მკვლელობის ცოდვა რომ მიიღებს ფორმას იმისას. ერთი ბებრუხანა ქალისას, რომელსაც, რა ვიცი, სისხლები გასდის ყველა მხრიდან და ვიღაც ალქაჯის ფორმას და გაეკიდება ყველგან, ვერსად ვერ იმალება და ამიტომაც მოუსავს ლოტოსის ღეროში. ან დაპატარავება, ანიმაციით ის გამოყენება და ლოტოსის ღეროში შესვლა. Во время царствования Хираньякашипу Индра не прятался в стебле лотоса. Это ему пришлось как раз после убийства Вритрасуры прибегнуть к этому, потому что когда он его убил, от греха убийства Брахмана превратился, олицетворился в старушки, ужасно выглядевшей, которая начала за ним гнаться. И нигде от нее ему не удавалось скрыться, поэтому ему пришлось использовать ситхи-анима, чтобы уменьшиться в размере и спрятаться в стебле лотоса. Спасибо, Рати. Хари Кришна. Мадლობა ყველას. Всем большое спасибо. Шримад Бхагаватам ки джай. Шрила Прабхупада ки джай. Ананта Коти Вайшнава Вринда ки джай. Рати Бушана Прабху ки джай.
Калинди Матаджи ки Джай. джай. Спасибо. Слава всем Харе Кришна. собравшимся Папа преданным. Матаджики. Харе Джай. Кришна. Харе Спасибо Кришна. всем преданным. Ай, Лука, Чайтанья Чандра Прабхузган Савлоб. Харе Харе Кришна. Кришна, Баба, Баба. Баба. Харе Кришна.